მივიღოთ აი ასეთი ეფექტები ჩვეულებრივი ფოტოებისგან. არც ChatGPT გვჭირდება, არც Gemini, არც ერთი AI ხელსაწყო, მხოლოდ Canva AI დაგვჭირდება. პირველ რიგში ვარჩევთ ფოტოებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ფოტოებიც შეგვიძლია ვარჩიოთ და ასე უფრო გამოსადეგია ჩემი აზრით ეს ფუნქცია, მაგრამ თუ დიზაინში მაგალითად ჩვეულებრივი ფოტოს სტოკიდან აღებული ფოტოს დარედაქტირებაც გვჭირდება, შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფოტო დავარედაქტიროთ. პირველ რიგში შევდივართ Edit-ში, შემდეგ გადავდივართ ხელსაწყოებში და Magic Grab. აი ესე იდეალურად ამოგვიღებს ჩვენს ობიექტს და ახლა უკვე შეგვიძლია განვაცალკევოთ ფონისგან. უკვე განცალკევდა, ისევ გადავდივართ Edit-ში. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს Style Match და შევარჩევთ სასურველს. მე ამ შემთხვევაში Pop Art-ი შევარჩიე, რაც უფრო ჯდება ამ ფოტოს ხასიათში. და ახლა დაველოდოთ, როდის შეივსება და როდის გადააკეთებს უკვე სხვა სტილზე ამ ფოტოს. აი ასე. როგორც ხედავთ, ოდნავ განსხვავებული შედეგი მომცა. აი აქ სხვანაირი გვაქვს ცოტა. აქ კიდე სხვანაირი, თუმცა ეს არანაირი პრობლემა არ არის, ორივე ზის სტილში და შეგვიძლია კიდევ ვცადოთ, რა თქმა უნდა, თუ ამით არ ვართ კმაყოფილი, თუმცა ამ შემთხვევაში სრულიად დამაკმაყოფილებელია შედეგი. იგივეს ვიმეორებთ სხვა შემთხვევებშიც, რა თქმა უნდა. აქაც ავარჩიოთ რომელიმე. მაგალითად Pixel Art-ს შევარჩევ ამ შემთხვევაში. აქ სხვა სტილი მაქვს, თუმცა ამაზეც ვცადოთ. აი ასეთია. და შემდეგზე გადავიდეთ. აქაც მოვნიშნოთ ჩანთაც და პერსონაჟიც და განგვიცალკევებს, ამ სკამის ფრაგმენტების მონიშნაც შეგვეძლო, თუმცა ამ შემთხვევაში არ არის ესე აუცილებლად საჭირო. აქ ავარჩიოთ Line Art. ნახოთ როგორ გაგვიკეთებს. აქ როგორც ხედავთ, სათამაშო, ფლაშის სათამაშოს სტილი შევარჩიე და ძალიან საყვარლად გააკეთა ესეც. აი ზუსტად როგორც ChatGPT-ს Gemini-ს პრომპტებს გვაძლევენ და იქ უნდა ჩავწეროთ, იგივე შედეგს იძლევა, ამიტომ ჩემთვის ეს გზა უფრო მარტივია, აღარ მიწევს პრომპტების შენახვა და პირდაპირ Canva-დან უბრალოდ Style Match-ით შევარჩევ. აქაც როგორც ხედავთ, აი სკამის ფრაგმენტებიც კი არ დატოვა, ყველაფერი გადააკეთა. ესე გავადიდებთ უბრალოდ. ეს არის ჩვენი შედეგი. როგორც ხედავთ, იდეალურად აკეთებს ამ ყველაფერს. Canva-მ უკვე ძალიან კარგად გამოასწორა და დახვეწა თავისი AI, რადგან როცა თავიდან შემოვიდა ეს სტილები, ესეთ აკურატულ შედეგებს, ასე რომ ვთქვათ, არ იძლეოდა, თუმცა ახლა ძალიან კარგად მუშაობს უკვე და შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს პროექტებში პირადი გამოყენებისთვისაც და მოკლედ, როგორც ხედავთ, Canva-ში ყველაფერი არის იმისთვის, რომ მხოლოდ ერთ აპლიკაციაში, ერთ პლატფორმაზე ვიმუშაოთ და არ გვიწევდეს აქეთ-იქით გადასვლა, გადმოსვლა, ბევრად უფრო კომფორტულია, როცა ერთ სივრცეშია ყველაფერი თავმოყრილი. ახლა დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი არხი, კიდევ უფრო მეტ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, გვექნება სრული დიზაინების აწყობის ტუტორიალებიც და ბევრი სიახლე, რომელსაც Canva შემოგთავაზებს. დროებით.